დილამშვიდობისა დღეს 3 აპრილია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების სტილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად ყველა მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას მოგვიანებით გაგაცნობთ ანონს, ახლა კი საეკლესიო კალენდრის დროა ჩვენს ეთერში და შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 3 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 3 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს იაკობ აღმსარებელს, სიცილიელ ეპისკოპოსს, წმინდა კირილეს, კატანელ ეპისკოპოსს, წმინდა თომას, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს, ღირს სერაფიმე ვირიცელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ანონს გაგაცნობთ მე და გეგი. პირველი სტუმარი ტრადიციულად მოწვარი იქნება ჯვარი ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში თემაზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ნაწილში შემოგვიერთდება ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, აკნე და მისი გამომწვევი მიზეზები, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად შემოგვიერთდება ექიმი დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი შავა ძნელაძის სახელობის მუზეუმს სტუმრობდა, სადაც საგაზაფხულო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს სწორედ ამ თემაზე. მომლოცველობითი ტურები და მისი მნიშვნელობა მრევლისთვის. გადაცემის დასკვით ნაწილში შემოგვიერთდება საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი. ახლა კი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. მშვენიერი საგაზაფხულო ამინდია დღეს თბილისში და ნახოთ დღის განმავლობაში რა ამინდი გველოდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სრულიად საქართველოში. ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე შემოგვიერთდა ჯვარი ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ ამ თემაზე გვექნება მასთან ერთად საუბარი. მამა არჩილ, დილამშვიდობისა და დაგლოცეთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, გაიხარეთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჯვრის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ, ჯვრის მტვირთველობაზე. რისი სიმბოლოა ჯვარი? ამით დავიწყოთ. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა
თქვენმა იკითხოს, რომ აი ჯვარზე ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რატომ თქვათ განვადიდებთ ჯვარს და რატომ ვიკიდია მკერდზე არის ხოლმე ხო ესეთი მოსაზრებები, რას პასუხობს მას ეკლესია? ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი, როგორ განიმარტება ჯვარი? ჯვარი ძალიან მრავალმხრივი სიმბოლოა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა ქრისტიანობის. ვიცით ჩვენ რომ ქრისტიანთა და ქრისტიანობის აღსანიშნავად განსაკუთრებით პირველი 5 საუკუნის განმავლობაში უამრავი სიმბოლო გამოიყენებოდა. ყველაზე ცნობილი ალბათ ჯვრის შემდეგ შეიძლება ეს იყო ხომალდი, ეს იყო თევზი, ეს იყო გველიც, ეს იყო ფლამინგოები, ეს იყო ჩიტები, რომლებიც თასიდან წყალს სვამენ, ირმები, რომლებიც წყაროს ეწაფებიან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ცალკეული სიმბოლო ან სიუჟეტი იყო, რაც აღნიშნავდა პირველ ქრისტიანებს და ქრისტიანობას მთლიანობაში. მათ შორის მაცხოვარიც, ვიდრე მისი კანონიკური სახე ჩამოყალიბდებოდა, სხვადასხვაგვარად გამოისახებოდა ხოლმე. გამოისახებოდა ხან აპოლონის მსგავსად ხატწერაში, გამოისახებოდა ხან ორფეოსის მსგავსად, რომელიც ჩანგზე უკრავს და ველურ მხეცებს ათვინიერებს. ანუ ეს სიველურის დასამშვიდებელი და ჭკუაზე მომყვანი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობით ის სიმბოლოები იყო ხოლმე მომარჯვებული, რომელიც ისედაც ნაცნობი იყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის და განათლებული თუ გაუნათლებელი ფენისათვის. მაგრამ რა თქმა უნდა, თანდათანობით ქრისტიანობამ უკვე მყარად დაადგინა ის თუ რა არის მისი საკუთარი და რა სიმბოლოები შეიძლება მას გამოეყენებინა იმ გარესამყაროდან, რომლის განათლებისა და რომლის საღვთოდ ქცევისათვისაც ქრისტიანობა არის, რა თქმა უნდა, მოწოდებული. ერთ-ერთი უპირველესი და უნიშნულოვანესი სიმბოლო ქრისტიანობისა არის სწორედ ჯვარი. ჯვარი თავის თავში ძალიან ბევრ წახნაგს აერთიანებს და მას უამრავი სიმბოლო აქვს ძველ აღთქმაშივე და პირველი სიმბოლო არის თვითონ სამოთხე. სამოთხე ედემის ბაღი, რომელიც უფალმა გააშენა ბიბლიის თანახმად და რომლის ცენტრიდანაც 4 მდინარე გამოედინებოდა და 4 სხვადასხვა მხარეს მიედინებოდა. ეს უკვე არის პირველი სახე სიმბოლო. წინასწარი უწყება ჯვრისა, რომელიც აღნიშნავს ედემის ბაღის გულს, ცენტრს. ჯვრის სიმბოლოა ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოკლედ ძველი აღთქმა სავსეა და დატვირთულია ამ სიმბოლოებით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელ სიმბოლოსაც უნდა დავეყმოთ ამ შემთხვევაში, არის სწორედ ის ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, რომელიც სამოთხეში იყო დარგული. და რამდენადაც ეს ხე ასეთ დიდ მასშტაბებს აერთიანებს, კეთილისა და ბოროტის შუაში ყველაფერს იტევს, აქედან გამომდინარე ჯვარიც თავისთავად ერთ-ერთი თავისი მნიშვნელობით არის არამარტო გამოხსნის იარაღი, არამარტო სამოთხის გასაღები, როგორც მას უწოდებენ, არამედ ამხსნელი იმ ყველაფრისა, თუ რა არის ადამიანის ცხოვრება. დიახ და ჯვრის მტვირთველობაზე რომ ვისაუბროთ, ანუ ჩვენს ცხოვრებაში შინაგანი ჯვარი რას ნიშნავს და ის ჯვარი, რომელიც თქვათ ადამიანს, თითოეულ ადამიანს ეკისრება, როგორც შეიძლება მისია, ხო, მთელი ცხოვრების განმავლობაში და რას ნიშნავს ამ ჯვრის ბოლომდე მიტანა? როგორც გითხარით, ჯვარი არის ის, რაც ფაქტობრივად წყალგამყოფია ხოლმე ხშირად. ერთის მხრივ ყოფს რაღაცეებს ერთმანეთისგან, რა კარგია და რა ცუდი და მეორეს მხრივ კიდეც აერთიანებს. აერთიანებს თან ხშირად ორ სხვადასხვა მიმართულებასაც, ორ სხვადასხვა განწყობასაც. იმიტომ რომ ჯვარი, მისი უწმინდესობა არაერთ ქადაგებაში ბრძანებს არის შეერთება ადამიანისა და ღმერთის კავშირისა და ანუ ეს არის ვერტიკალური ხაზი, რომელიც აღნიშნავს მიწასა და ზეცას შორის კავშირს და ეს არის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც აღნიშნავს ადამიანსა და ადამიანს შორის კავშირს. და ჩვენ გვინახავს უკიდურესობები ადამიანურ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს ზეცაზე და მხოლოდ ჰორიზონტალურად ერთ სიბრტყეზეა გამფენილი. გვინახავს ადამიანი, რომელიც არაფერს აქაურს ყურადღებას არ აქცევს და თითქოს მარტო ზეცისკენ იყურება და ეს ორივე
რა თქმა უნდა, არასრული იქნება, თუ არ მოხდა მათი ღირსეული შეერთება, გადაჯვარებინება და მათი შეკავშირება, ასე რომ ადამიანმა დაიცვას სწორი ბალანსი, მიაღწიოს სწორ ჰარმონიას, ერთის მხრივ და არ დაკარგოს მიწამ ზეცასთან და ზეცამ მიწასთან კავშირი, რაც თავად უფალმა აღვიდგინა ჩვენი დაკარგული კავშირი ზეცასთან, ჩვენ ზეციურ მარადიულ სამშობლოსთან და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანი გამართლდება მოყვასთან ურთიერთობით, რასაც წმინდა წერილიც გვასწავლის და თავად უფალი ბრძანებს, რომ რასაც ვინმეს გაუკეთეთ უკვე, ჩათვალეთ, რომ ის მე გამიკეთეთ. აქედან გამომდინარე, ეს ჰორიზონტალური კავშირიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან მყარი და ძალიან ღირსეული. ანუ ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, ქმნით თუ არა ჯვარს, ხომ ჩვენი ცხოვრებით. ანუ სწრაფვა უფლისაკენ და სწრაფვა მოყვასისკენ ადამიანებზე ზრუნვა, ხო? ეს არის სწორედ, რომ ადამიანის ცხოვრება თვითონ არის ჯვარი. როგორც სანთელს დარდება ხოლმე ადამიანი, არა ხშირად და მე ძალიან მიყვარს ეს შედარება პირადად, რომ სანთელი, რომელსაც ჩვენ ვანთებთ ტაძარში, არის ჩვენივე სიმბოლო. ძველ აღთქმაში როგორც იყო, ხომ, არსებობდა სხვადასხვა სახის მსხვერპლი. და ერთ-ერთი იყო ყოლად დასაწველი, ანუ რაღაცა მსხვერპლი მთლიანად უნდა დამწვარიყო სამსხვერპლო ცეცხლზე, არაფერი აღარ უნდა დარჩენილიყო. აი სანთელი არის ესეთი სიმბოლო. როცა სანთელი ინთება, იგი მთლიანად იწვება, მისგან როგორც მსხვერპლისგან აღარაფერი რჩება და ის არის ჩვენი მსგავსი. იმიტომ რომ ადამიანსაც თუ ცოტა ცეცხლი არ უკიდია, ვერც გაანათებს, ვერც გაათბობს. აი ესეა ეს ყველაფერი და თან ჩვენი ცხოვრებაც ეს თანდათანობით მიდის, მაგრამ განივთდება უკვე სხვა სივრცეში და სხვა რეალობაში. მამარჩ, აი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენად სწორად გვესმის და აღქმა გვაქვს თუ არა სწორი, რამდენად შეგვიძლია რომ ამას მივხვდეთ რა არის სინამდვილეში ჩვენი მთავარი მისია ამ ქვეყანაზე მოვლენების სიცოცხლის ბოლომდე აქვს თუ არა შესაძლებლობა ადამიანს რომ ეს ამოცანა ასე ვთქვათ ამოხსნას მივხვდეს და გვესმის უფლის სიტყვებიც ხომ უარყავ თავი თვისი აი ეს სიტყვების როგორ შეიძლება გავიდოთ რამდენად სწორად ესმის ადამიანს სწორად ამ სიტყვების მნიშვნელობა უფალი გვასწავლის არა ეს საკუთარი თავის უარყოფა ეს არის ყველა სიტყვას სწორი გაგება უნდა კარგი თქმას კარგი გაგება უნდა პავლე მოციქული ბრძანებს რომ კეთილარს რჯული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში აქვს ეს აუცილებლად დასამახსოვრებელი სიტყვები რომ კეთილარს რჯული უკვე თუ ვინმე წესიერად იპყრას იგი ანუ კარგი მაშინ არის სარწმუნოება როცა ვიღაცა სწორად ესმის იგი და ისე ესმის როგორც გასაგონია და არა ისე როგორც თვითონ გაუხარდება უარყავ თავითვისი ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად სწორი და გასაგებიდებულებაა მაგრამ იმავდროულად შეიძლება ადამიანისათვის დამანგრეველი აღმოჩნდეს მისი არასწორი გაგება რადგან უფალი იმასაც გვეუბნება რომ შეიყვარე მოყვასი შენი როგორც საკუთარი თავი და როგორ ესე იგი შენ თუ არ იცი საკუთარი თავის სწორად სიყვარული არ გეცოდინება არის მოყვასის სწორად სიყვარული მასში ვერ დაინახავ შენ თავს მასში ვერ დაინახავ ადამიანს მასში ვერ დაინახავ ღირსებას რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და რომელსაც უნდა მოუარო აქედან გამომდინარე ეს არის ყოველთვის სწორ ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა ჯვარი როგორც ასეთი და თან ჯვრის ისტორია რაც მინდა წერილში გვაქვს ჯვარი იყო სირცხვილის იარაღი ჯვარზე ვინ ისჯებოდა მშობლის მკვლელი და შეურაცხმყოფელი სამშობლოს მოღალატე ანუ იმდენად მძიმე სასჯელი იყო ჯვარზე მოკლა ადამიანისა რომ მხოლოდ აი ამ წარმართობაშიც კი სადაც ძალიან დიდი მრავალფეროვნება იყო ადამიანის დასჯისა და წამებისა იქაც კი თითოეულა პუნქტი არსებობდა დანაშაულებათა შორის რომ თუ აი ამაში იყო ადამიანი დანაშაულე მაშინ გააკრავდნენ მას ჯვარზე და აქედან გამომდინარე როგორ იქცა ეს სირცხვილის და ეს წყევლის იარაღი როგორც მას უწოდებენ მამები უცებ ჩვენ ღირსებას და ჩვენ სიხარულად და პავლე რომ ამბობს რომ არაფერს არ ტრაბახობ, არაფრით მოკადულობ, მხოლოდ ქრისტეთი და იმისი ჯვარცმულით და ასე შემდეგ. არა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თვითონ ჯვრის ისტორია, რასაც ვხედავთ ახალ აღთქმაში, მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი და გვიჩვენა მაგალითი იმისა, როგორ არ უარყოს ხვისი დახმარებაც. მინდვრიდან მომავალი კაცი დაეხმარა მას სიმონ კვირინელი ალექსანდრესა და როფეს მამა როგორც წერია და სახე მამა და მისი შვილებიც კი არიან დასახელებული ის კაცი რომელმაც მას მხარი მიაშველა იმ მძიმე ჯვრის ტვირთვაში რომელიც ფიზიკურადაც მძიმე იყო სხვადასხვა დათვლით ალბათ 80-დან 100 კილომდე მაინც იქნებოდა ეს ჯვარი
აი ეს მომენტი არის ძალიან გასათვალისწინებელი, რომ ჩვენს ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ ჯული ქრისტესი. რა არის ამ ქვეყნად ჩვენი მოვალეობა? ეს არის ღმერთი ვადიდოთ. მაგრამ აი ეს დიდი გენერალური მიზანი, რომ ჩვენ გვინდა ვცხონდეთ, უკვე იშლება იმ პატარა მიზნებში, რაც არის ადამიანური ურთიერთობები, მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პირადი ლოცვა, დახვეწილობა, გარემოზე ზრუნვა, შენს ქვეყანაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ სიჯანსაღეზე ზრუნვა, განათლებაზე ზრუნვა და უამრავი სხვა რამ. ვიღაცას ნიჭი აქვს და უკეთესად ავადმყოფს მოუვლის, ვიღაცას ნიჭი აქვს და უკეთეს ბაღს გააშენებს. ყველას უნდა ეძლეოდეს, რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად საშუალება, რომ თავისი საქმე აკეთოს. მამარჩილ, ჩვენ ზოგჯერ აი გვიჭირს ხოლმე, რომ დახმარება ვითხოვოთ და გვიჭირს ზოგჯერ ჩვენი ჯურის სიტუა, ვთქვათ, რაღაც პრობლემაა და ამ დროს ამპარტავნება ხელს გვიშლის. და ეს ფაქტი, რაც თქვენ გაიხსენეთ წმინდა წერილიდან, ალბათ იმას გვასწავლის სწორედ, რომ თუ კი უფალმა მიიღო ეს დახმარება და მაშინ არ ჭირდებოდა, ხო, ბუნებრივია, თვითონაც ბოლომდე მიიტანდა. დაუშვა რომ დაჭირვებოდა. დაუშვა რომ დაჭირვებოდა. ანუ ეს ფაქტი თავად ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ჩვენი ამპარტავნება, როდესაც აი გვიჭირს დახმარების თხოვნა, ვინმესგან დახმარების მიღება, სწორედ აი რაღაცნაირად სიამაყის გამო, ალბათ ამას გვასწავლის, რომ ეს არ შეიძლება და უნდა მივიღოთ ესეთი დახმარება. გარდა იმისა, რომ არის დახმარება, რომელიც ალბათ უნდა მივიღოთ, არის რომელიც არ უნდა მივიღოთ, გარდა ამისა, არასოდეს არ უნდა კონდეს პირველადი განწყობა, რაც ქრისტიანს უნდა კონდეს, ის არის, რომ არ იქცეს სხვისთვის ტვირთად. ანუ თვითონ ცდილობდეს ყველაფერი, რაც შეუძლია თვითონ გააკეთოს და ნაკლებად დატვირთოს სხვა. მაგრამ გარდა ამისა, ეს როგორც ყველაფერი არც ეს არ უნდა გადავიდეს უკიდურესობაში. და ადამიანი მართლა უნდა ცდილობდეს, რომ როგორც თვითონ ეხმარება სხვას, ისე სხვას მიცეს საშუალება, რომ გააკეთოს სიკეთე და ხშირად ყოფილა ნამდვილად ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც შეიძლება არც გჭირდებოდეს რაღაცაში დახმარება, მაგრამ დაიხმარო ადამიანი და დაიხმარო არა იმ წუთისათვის, როდესაც ეს დახმარება არ გჭირდებოდა, არამედ ურთიერთობისათვის. დაიხმარო იმისათვის, რომ ის ადამიანი გაიზარდოს და განვითარდეს. ეს იგივე შვილთან ურთიერთობაში, იგივე აი მეგობართან ურთიერთობაში, რომ ზოგჯერ ის ერთად ნაკეთების საქმე სტიმული მისცი ამ დახმარების თხოვნით, ხო? და რამდენი ადამიანი არის ისეთი, რომელსაც სასოწარკვეთა და საშინელი იმედგაცრუება და ხელჩაქნეულობა დაუძლევია, იმიტომ რომ თურმე ვიღაცას ვჭირდები, თურმე ვიღაცას მეც შემიძლია დავეხმარო. თურმე რა ვიღაცა დიდმა კაცმა ჩემგან რაღაცა კითხვა დამისვა, დაინტერესდა ჩემი აზრით. ამ დროს შეიძლება იცი კიდევაც ის ყველაფერი კარგად და ან იცის ვიღაცამ და შენ გიხმარებს და გთხოვს რჩევას. და ეს არის ის ადამიანური ურთიერთობა, რომელსაც ნუ ყველაზე ცუდი სახელიც რომ დავარქვათ, ხარკი. ხარკი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანმა უნდა გადაუხადოს იმისათვის, რომ აი ეს ერთმანეთს ვამაგრებდეთ და ერთმანეთს ვახარებდეთ და ჩვენი ფუნქცია მეტად გაგვაჩნდეს, ასე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში. თუმცა კიდევ ვიმეორე, პირველადი განწყობა ნამდვილად ის უნდა იყოს, რომ არავის არ ვტვირთავდეთ და ჩვენ ვეძებდეთ საშუალებას ერთმანეთს დავეხმაროთ, მაგრამ არ ვეძებდეთ საშუალებას, რომ ერთმანეთი დავიხმაროთ. იმიტომ რომ თავად უფალმა ბრძანა წმინდა წერილში, რომ მოვედი იმისათვის, რომ ვემსახურო და არა იმისათვის, რომ ვიმსახურო. ჩვენ არ უნდა გქონდეს განწყობა იმისა, რომ ვიღაცა ვიმსახუროთ. ჩვენ იქით გვინდოდეს ვიღაცას დავეხმაროთ, მაგრამ როცა საჭიროა, აი ეს ჯვრის მაგალითი, სწორედ ძალიან სასიამოვნოა მე მგონი და მანუგეშები. არის ალბათ შემთხვევები, მამა არჩილ, როდესაც პირიქით ხდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში და დაგვეხმარება ადამიანი, თუმცა ეს შეიძლება იყოს არა გულწრფელი და რაღაც სამაგიეროს ელოდეს ჩვენგან. აი ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა აზრი ამ დახმარებას? რა არის ღმერთი დაუშვებს ხოლმე რაღაცას ამ ცხოვრებაში. ვინ იცის, ვინ რატო აკეთებს და რას. შეიძლება ადამიანი გულწრფელადაც ეხმარებოდეს ვიღაცას, მაგრამ ობიექტურად ეს დახმარება იყოს დამღუპველი. და არ იყოს კარგი. ამიტომ არის რომ ჩვენ არასოდეს მხოლოდ საკუთარი თავიდან არ უნდა გამოდიოდეთ. ჩვენ ყველა საქმეში, ყველა ფიქრში უნდა ვცდილობდეთ რომ ღმერთი ჩავრთოთ. და ვფიქრობდეთ რომ რასაც გავაკეთებთ, ღვთისმსადიდებლად უნდა ვაკეთებდეთ და უკვე იმ ქმედების სულს თავად ღმერთი შეცვლის და ღმერთი მოაწესრიგებს. როგორც ჯვარი იყო საშინელი რამ, იყო სირცხვილი, იყო ტანჯვა, იყო წყევლის დამცირების იარაღი და მას შემდეგ რაც
ქრისტე ეცვა მასზე ჯვარს, მას მერე რაც ქრისტეს ყოვლადწმინდა და მაცხოვნებელი სისხლით იქნა ჯვარი განწმენდილი და განრაცხული, იგი იქცა უკვე ჩვენს იმედად და ჩვენს სიხარულად, იმას, რასაც ყოველი ქრისტიანი გულში და გონებაში ატარებს. ამიტომ ყველაფერს თუ ჩვენ გავაკეთებთ იმ განწყობით, რომ ეს უნდა იყოს ღვთისმსადიდებელი, ჩემი აზრით გაკეთებითაც სხვანაირად გაკეთდება ყველაფერი. თორემ რა თქმა უნდა, დამხმარებაც უნდა იცოდეს, როგორ ეხმარება და დასახმარებელმაც უნდა იცოდეს, რომ ეს მადლიერების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. თავად ქრისტიანობაა მადლიერების რელიგია და სიტყვა ევქარისტია, რაც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ცენტრია, სწორედ მადლობას, სამადლობელს ნიშნავს. მამარჯო, თქვენ გაიხსენეთ უწმინდესის ქადაგება, სადაც პატრიარქი საუბრობს სწორედ ჯვრის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში და იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ჯვარი ჩვენი ცხოვრებით და თქვათ აი ვერტიკალი რას ნიშნავს და ჰორიზონტალი და აქვე უწმინდესი ბრძანებს, რომ იმაზე მეტ ჯვარს ადამიანი, იმაზე მძიმე ჯვარს არ დააკისრებს უფალი ადამიანს, ვიდრე ადამიანს ამის შესაძლებლობა აქვს და ამის ტვირთვა შეუძლია და როდესაც თქვათ ადამიანი თვითონ ვეღარ ზიდავს ჯვარს, ამ დროს უფალი თვითონ მოდისო და თვითონ ეხმარება ხოლმე და ეს ჩვენ ძალიან ხშირად ალბათ თითოეულ ჩვენგანს გამოგვიცდია ცხოვრებაში, როდესაც ძალიან გვიჭირს და საიდანღაც ხსნა მოდის და რა თქმა უნდა ეს უფლისგან არის. აი ჯვრის მტვირთველობაზე რომ გვესაუბროთ და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ჯვარი ჩვენ ვტვირთოთ რტვინვის გარეშე და წუწუნის გარეშე და რაღაც თქვათ განსაცდელი რომელიც გვეძლევა უფლისგან მადლობით მივიღოთ. რა თქმა უნდა, უფალმა ისიც გვასწავლა, რომ მოვედით ჩემ და ყოველნი მარშვალნი და ტვირთმძიმენი, ანუ დაღლილნი და ტვირთს რომ ვეღარ ატარებთ ესეთი ადამიანები და მე განგისვენოთ თქვენ, ჩემგან ისწავლეთ, რადგანაც უღელი ჩემი ტკბილია და მსუბუქი. ჯვრის ტვირთველობა თუ ჩვენ ძალიან გამარტივებული ენით, დღევანდელი ენით ვიტყვით, ეს არის საკუთარი ცხოვრების აზრის პოვნა. და ეს არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არსებობაზე და ეს არის დაფასება სიცოცხლისა, რომელიც ღვთისაგან ერთადერთხელ და განუმეორებლად მოგვეცა. რომ შენ რაღაცა პასუხისმგებლობას იღებ ამ ცხოვრებაში. შენ ატარებ რაღაცა პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობის, ანუ ფაქტობრივად ჯვრის არტვირთვა ნიშნავს სიცოცხლის არ სიცოცხლეს. სიკვდილს ნიშნავს თუ შენ ჯვარს არ ტვირთულობ, იმიტომ რომ ესე იგი ცარიელია შენი ცხოვრება ჯვრის გარეშე. როგორც სამოთხე იქნებოდა, ედემის ბაღი იქნებოდა ცარიელი იმ 4 მდინარის და იმ ცენტრალური ხის გარეშე, რომელიც თავად განასახიერებდა ქრისტეს, ასევე ადამიანის ცხოვრება კონკრეტული ჯვრის, ანუ პასუხისმგებლობის, კონკრეტული აზრის გარეშე, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ არსებობა და არა ცხოვრება და სიცოცხლე. რადგანაც უფალიც ბრძანებს, რომ მე ადამიანებს, როდესაც გამყურნავ ივანეს სახარებაშია რამდენჯერმე ამის შესახებ საუბარი, მივცემ სიცოცხლეს და უფრო მეტს. რას ნიშნავს სიცოცხლე და უფრო მეტი? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის გააზრებული, გაშინაარსებული, ძლიერი სიცოცხლე და არა მხოლოდ ყოფნა, არა მხოლოდ არსებობა. თუმცა რა თქმა უნდა, ყოფნა არსებობის გარეშე არაფერი არ არის. ამიტომაც ჯვრის მტვირთველობა ეს არის საკუთარი ცხოვრების აზრის ძიება. ეს არის აი შეიცან თავი შენი. თუ შენ ხვდები რა არის შენი ცხოვრების ჯვარი, ყველას თავისი ჯვარი აქვს. არ შეიძლება სხვის ჯვარს წაეპოტინო. არ შეიძლება აი ზუსტად უწმინდესის ერთ-ერთ ქადაგებაში ესეთი რამ მახსენდება, ან თქვა რომ ძიმეაო ჯვარი, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, მაგრამ საშინელიაო ჯვარი, რომელსაც ადამიანი თვითონ მოიკიდებს ხოლმე ზოგჯერ. რას ნიშნავს ეს თვითონ? ეს ნიშნავს იმას, აი წეღანრაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ ერთია რასაც ღმერთი გაკისრებს და მეორეა რაც ღმერთ ჩვენთვის არ დაუვალებია და რო ცდილობ აი ის გააკეთო. რასაც ღმერთიც კი არ ითხოვს შენგან და შენი ამპარტავნები თვითრჯულობა, ეგრეთ წოდებული, თვითრჯულობა, როდესაც ხიბლამდე მიყავს შემდგომ ადამიანი, ზოგჯერ ფანატიზმამდე. ხიბლს მიყავს აქამდე, ცოტა ძნელია პირველი და მეორე რომელია აქ ამისი გარკვევა, მაგრამ ეს არის ის, რომ იმას არ აკეთებ, რისთვისაც ხარ. ანუ საკუთარ ჯვარს ტოვებ და რომელიღაცა ჯვარს ეძებ, რომელიც შენი სარგო არ არის. აი როგორც თქვენ კითხვაში ბრძანეთ ხომ, უფალი აძლევს ადამიანს ჯვარს და თუ ხედავს რომ იგი მას ატარებს, მაგრამ უჭირს მისი ტარება, უფალი ეხმარება. იმიტომ რომ ეს არის მისგან დავალებული, რომელსაც ხედავს რომ აი ადამიანს გაუჭირდა და ღმერთი არავის არ დატოვებს.
მაგრამ როდესაც ადამიანი არ არის აქ და სადღაც სხვა განატარებს ამ ჯვარს, ან სხვა ჯვარს ეძებს, საერთოდ ის უკვე სხვა გზას ადგას, ის უკვე აღარ არის იმ ღვთის საღვთო ერთობის ნაწილი. ღმერთი რა თქმა უნდა ყველას ხედავს. ღმერთს რა თქმა უნდა ყველა უყვარს. ის მორწმუნეა თუ ურწმუნო. ღვთის წინააღმდეგ იბრძვის თუ ღვთისმოყვარეა, ღმერთს ყველა უყვარს. ღმერთი არავის არ ტოვებს და არავის არ მოიძულებს, მაგრამ ჩვენი პოზიცია მის დამი განსაზღვრავს უკვე ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა არ არის ცალმხრივი. უფალი ძველ აღთქმაში მაგალითად რამდენჯერ ბრძანებს, რომ შენ კი დამივიწყე, შენ კი დაარღვიე პირობა, მე არ დავივიწყებ, მე არ გადავალ ჩემს სიტყვას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ თუ არ გვინდა, ღმერთი ხო მოძალადე არ არის, არა? ეშმაკისგან განსხვავებით. ღმერთი ხო ამბობს, რომ მე კართან მდგავარ და ვრეკ. ის არ ამბობს მე ამ კარს შემოვამტრევ. ის არ ამბობს რომ მე შენ სახლს დავანგრევ. არა, ის ამბობს რომ მე გელოდები შენ როდის გააღებ ამ კარს. და თუ შენ არ გინდა რომ ეს კარი იყოს ღია, თუ შენ არ გინდა რომ მე და შენ ვიყოთ მეგობრები და მე და შენ ამ ცხოვრების გზაზე ერთად ვიაროთ, ღმერთი არ დაგაძალებს. იმასაც კი ამბობენ აი საკმაოდ რთულ თემას რომ შევეხოთ, ახლა მამები ერთ-ერთი ნათქვამი არის ესეთი რომ თავად ჯოჯოხეთიც კი როგორც ასეთი ღმერთმა ყოლა დაიფაროს, ეს არის ღვთისგან უკანასკნელი წყალობა და პატივისცემა ადამიანისთვის. რატომ? იმიტომ რომ ჯოჯოხეთი რა არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის. თუმცა ღმერთი ყველგან ყოფია, მაგრამ ადგილი სადაც დაუშვა ღმერთმა რომ თვითონ არ გამოვლინდეს. და თუ შენ როგორც ადამიანმა მთელი ცხოვრება უარი თქვი ღმერთთან ურთიერთობაზე, ეს არის ბოლო პატივისცემა ადამიანისადმი ღვთისაგან, რომ იგი გეუბნება, თუ შენ არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა, თუ შენ არ გინდა რომ მე შენთან ვიყო, გაძლევ უფლებას იყო იქ სადაც მე არა ვარ. ესეც პატივისცემაა ღვთისგან, რომელიც გვაქვს მონიჭებული. ღმერთი თავისგან მოცემულ თავისუფლებას, თავისგან მოცემულ პასუხისგებლობას არავის არ წაართმევს. და ამიტომაც ესეც არის ბოლო პატივისცემა თავისივე სიტყვისა და ჩვენი, რომ გინდა იყო უჩემოთ, იყავი. არ დაგაძალებ ძალათი ჩემთან ყოფნას. ღმერთთან ყოფნა კი სამოთხეა და სასუფეველი. დიახ. მამარჩო, ზოგჯერ ვიცით ხოლმე ესე თქმა, რომ აი ხა მაგას რა ენაყულება, ვთქვათ, ყველაფერი კარგად აქვს და ასე შემდეგ. ანუ ის რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ჯვარი და ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით გვეძლევა ეს ჯვარი, შესაძლებელია. აი ის მძიმე ჯვარი, რომელიც ხვისთვის მძიმე გვეჩვენება და ვიღაცისთვის უფრო იოლი თანაბარი იყოს ღვთის წინაშე, ხომ? მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. კი, აბსოლუტურად მართალი ხართ. ყველას აქვს თავისი ჯვარი და ვიღაცის მაქსიმუმი შეიძლება ვიღაცის მინიმუმი იყოს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ვის რამდენი შეეძლო და ვინ რამდენი გააკეთა. ყველას ერთნაირად კი არა, არავის ერთნაირად ალბათ არ მოეთხოვება. ერთნაირად მოგვეთხოვება იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთი ყველასთვის ერთნაირად სამართლიანი და მოწყალე იქნება, თორემ მისი ცხოვრებიდან, მისი უნარებიდან, მისი რეალობიდან გამომდინარე, ეს არავის არ შეუძლია მიწიერად, სრულად განსაჯოს და სრულად სამართლიანი იყოს. მხოლოდ ღმერთია სრულად სამართლიანი, რადგანაც არის ყოვლისმცოდნე. ყოვლისმცოდნე ჩვენ არც ერთი არ ვართ. არავინ არ ვიცით იმ დროს ადამიანის გულში რა ხდებოდა, იმ დროს ადამიანს რა შეეძლო და ის ნატვრაც, რომელიც თქვენ ახსენეთ, ზოგი რო იტყვის ვიღაცას რა ენაღლება და ცხოვრება აქვს მოწყობილი თუ როგორც არის, შეგვიძლია ინგლისელებს აქვთ კარგი გამოთქმა, ხო, მაგასთან დაკავშირებით, რომ მისი ფეხსაცმელი არ ჩაგიცვამსო და არ გაგივლია. ინდიელებისა, რომ მისი მოკასინებით უნდა იარო ერთი მთვარე მაინცო, ანუ 28 დღე. და არის ესეთი ჩემი აზრით, მე როგორც მოძღვარი, რომელსაც და ყველა ადამიანს, მაგრამ მე როგორც მოძღვარი, რომელსაც უამრავი ადამიანის პირადი ისტორია მომისმენია, რასაც როგორც წესი, მოძღვრები ვისმენთ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც შეიძლება მთელი ქვეყანა შენატროდეს, მთელი გარემო, მთელი სანაცნობო შენატროდეს, რომ გაიგებ რის ფასად, რის ხარჯზე უჯდება ადამიანს აი ეს ფორმაში ყოფნა, როგორი ძლიერი პიროვნებაა იგი და რამდენ რამეს ტვირთულობს და რამ ხელს, რა ტკივილებს დაატარებს, რას აფიქრავს, რას ადარდებელს და ყველაფერს ალბათ არც ერთი არ მოინდომებდა მისი ადგილის დაკავებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მას შენატრიან. იმიტომ რომ მაშინ ის ტვირთიც უნდა აიყონ თავის თავზე, ის პასუხისმგებლობაც უნდა აიყონ თავის თავზე, რომელიც ამ ადამიანმა აიღო და რომელსაც იგი ხშირად აბსოლუტურად უდრტვინველად და უჩინრად და სხვისთვის უხილავად მხოლოდ ღმერთისთვის საცნობად ატარებს. ამიტომაც
სხვის ბაღში ყურება ჩვენ არაფერს არ მოგცემს. ყველამ საკუთარი ჯვარი უნდა ატაროს პატიოსნად და თუ შეგვეძლება ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ, მხოლოდ მივეხმაროთ და არა ცხვირი ჩავყოთ ვიღაცის ცხოვრებაში უზრდელად და უკულტურად. ძალიან დიდი მადლობა მამა არჩილ ასეთი საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ მაყურებელს ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე იყო ჩვენი სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ სტუმართან ერთად დავუბრუნდებით სტუდიაში. დიდება მაღალთა შინომეცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო.
ალილუია, 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 დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად აკნე და მისი გამომწვევი მიზეზები თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათვაშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონი მაია, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ბუნებრივია პირველ რიგში რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ამ პრობლემაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ბევრიც სმენია ჩვენს მაყურებელს საზოგადოებას, თუმცა რას ნიშნავს კონკრეტულად რომ გავმარტოთ აკნე და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებთ. აკნე, ანუ ქართულად ჩვეულებრივი ფერი მჭამელა, ასე ქვია. ეს არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწყება გარდატეხის ასაკში და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ნელ-ნელა მილევადი ხდება. თუმცა შეიძლება უფრო მოგვიანებით ასაკში წარმოიქმნას და ასევე ისიც ქრონიკულად მიმდინარე პროცესი არის. სხვადასხვა ასაკშიც ხდება, ხო, არა მხოლოდ გარდატეხის პერიოდში. კი ბატონო, უკვე ზრდასრულ ადამიანებშიც ხდება. ნუ ვიზუალურად რა გამოვლინება აქვს? პრინციპში ეს მე მგონი ყოველთვის ნაცნობი სიტუაცია არის მეტნაკლებად, მაგრამ აი რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თუ კი ადამიანი არ მივა ექიმთან, სპეციალისტს არ ჩართავს ასეთი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. როდესაც გარდატეხის ასაკში ვითარდება, შემდეგ როგორც გითხარით, ძირითადში თვით უკუ განვითარებადია ხოლმე, მაგრამ თუ მიმდინარეობს საშუალო და მძიმე ფორმით, ეს დამოკიდებულია ხოლმე სიმძიმის ხარისხზე, შეიძლება დაადგეს უკვე ის პერიოდი, რომ გადავედით გარდატეხის ასაკიდან, მაგრამ ეს დაავადება რჩება, არ ალაგდა და შემდეგ უკვე პერმანენტულ ხასს ეძღებლობს და მთელი ცხოვრება გასტანს. შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა უკვე არასწორი მიდგომა არის და მშობლებს ამ შემთხვევაში ვთხოვთ ხოლმე რომ შეიძლება 1-2 წერტილის გამო არ გადაწყვიტონ რომ მოიყვანონ ბავშვი დერმატოლოგთან, მაგრამ თუ მრავლობითია გამონაყარი და ესეთი ინტენსიური არის ნათელი პერიოდები ნაკლები აქვს, რასაკვირველია უნდა. დიახ, სხვადასხვა აი ვიზუალურ მხარეზეც რამდენიმე სიტყვით რომ თქვა სხვადასხვანაირად ვლინდება მაინც, ხო? ჩემი დაკვირვებით და თქვენ როგორც სპეციალისტი გვეტყვით. აი სებორეა ვთქვა და აკნე თუ არის იგივე თუ განსხვავებული მდგომარეობა, ის შავი წერტილები ვთქვათ, რომელიც ესე აღიზიანებთ ხოლმე გარდატეხის პერიოდში მყოფ ადამიანებს და ვთქვათ ზოგადად ყველას ნებისმიერ შეიძლება, ასევე ის მეორე რაც ვთქვათ ფერიმჭამელა, რაც თქვენ თქვით, ცოტა სხვანაირი ვიზუალური გამოვლინება აქვს. აი რომ გესაუბროთ ამ თემაზე, აი ზოგჯერ იწვალებენ ხოლმე თვითონ თვითდაზიანებას იყენებენ მექანიკურად ბავშვი ახალგაზრდები, მოზარდები და აი ესეც რა სირთულეებს ქმნის. სებორეული დერმატიტი თავის სებორეა სხვადასხვა ფორმებით არის. განსხვავებული დაავადება არის, დამოუკიდებელი დაავადება. ეს არის კანის ცხიმოვანი დისფუნქცია. თუმცა ეს კანის ცხიმოვანი დისფუნქცია ასევე მონაწილეობს აკნეს, ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელას განვითარებაში. ზოგ შემთხვევაში თანხვედრი არიან, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. გამშვები მექანიზმი ამ ორივე შემთხვევაში არის ის ჰორმონული დისბალანსი,
დისბალანსი, რომელიც ფიზიოლოგიურად დგება კონკრეტული ასაკიდან, ეს დაახლოებით 11-12 წლის ასაკიდან იწყება და როგორც წესი მთავრდება 19-20 წლის ასაკისთვის. გოგონებში უფრო ადრე იწყება, ადრე მთავრდება, ბიჭებში უფრო მოგვიანებით იწყება და შედარებით გვიანაც მთავრდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაც 20-25 წლის ასაკში. კვებასთან თუ არის რამენაირად დაკავშირებული? კვებასთან ასოცირებული დაავადება ნაკლებად არის, თუმცა არის მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული ინსულინ რეზისტენტობა, როდესაც რძის პროდუქტის აუტანლობა არის ხოლმე და ამ შემთხვევაში ვაძლევთ მაინც ლაქტოზაზე არის ზოგადად რძის პროდუქტის და რეკომენდაცია ეძლევათ, რომ მოერიდონ რძის პროდუქტს. არის ესეთი შემთხვევა, ხშირად მაინც ამბობენ ხოლმე, რომ აი მე როდესაც ცოტა დიეტაზე გადავდივარ, უკეთეს მდგომარეობაში ვარ, აქ ცოტა უნდა დაუკვირდეთ, შეიძლება კვებითი ალერგენები იყოს დამნაშავე და იგივე თხილი მივირთვით და გვაყრის. დამოუკიდებლად იმისა, გვაქვს თუ არა აკნე და თუ აკნე გვაქვს, აკნე უფრო მწვავდება. ამიტომ ამ ადამიანს აქვს ასოცირებული, რომ აი აკნე არის კვებასთან დაკავშირებული. დიახ, აი სიმწვავეში გართულებებში რა იგულისხმება, რა სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, შეგვიძლია თუ ამაზე ვისაუბროთ. აკნე არ არის კლასიკური ინფექციური დაავადება, მაგრამ თქვენ შეგიმჩნევიათ, რომ ჩირქოვანი გამონაყარი თან ახლავს ხოლმე. ერთ-ერთი ესეთი გართულებაა, რომ ეს თვითონ გამომწვევი ინფექციური აგენტიც რაღაც უფრო კანთებას იწვევს მძაფრად და მსხვილი კერები ჩნდება. ეს გარკვეულწილად გართულება კი არ არის, მძიმე მიმდინარეობა არის და სწორედ თუ საშუალო სიმძიმეს არ უნკურნალეთ დროულად შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მსხვილი კვანძები. ერთ-ერთი გართულება ის არის და შემდეგ უკვე განვითარების დროს ტოვებს ნაწიბურს. ეს უკვე დამოუკიდებელი პრობლემა არის, რომელიც შეიძლება საკმაოდ ძნელად მოგვარებადი იყოს. რამე თუ ნაწიბურის ალაგების პრობლემა პრაქტიკულად არ არის ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი. შეიძლება გავაუმჯობესოთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავაქროთ. დიახ, ქალბატონ მაია, აი თვით მკურნალობაზე მინდა რომ მკითხოთ, იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელშიც არის ხოლმე ხშირად სვამენ შეკითხვას, რომ აი მე აკანე მაქვს, თქვათ ეს პრობლემა მაქვს და რითი შემიძლია რომ ვიმკურნალო და რაღაც იქვე არის მე პასუხები, რა თქმა უნდა, არა პროფესიონალებისგან და არა ექიმებისგან და ეს პირიქით რამდენად შეიძლება უფრო გახდეს გამომწვავებელი ამ დაავადების და მკურნალობის მაგივრად შეიძლება უფრო გართულდეს სიტუაცია. იცით რა არის ახლა გვინდა არ გვინდა სოციალური ქსელების სამყაროში ვცხოვრობთ. ამას აქვს თავისი დადებითი და ზოგჯერ უარყოფითი შედეგიც. შესაბამისად, რომელი სოციალური ქსელიდან იკითხა, ვინ გასცა პასუხი, იმის და მიხედვით კორექტულია ან არაკორექტულია პასუხი და რასაკვირველია რისკი იმისა, რომ არასწორი დანიშნულება მისცენ, უბრალოდ რჩება თუ დანიშნულებაზე მიდის საქმე, ალბათ ეს უკვე ექიმის მხრიდან მომდინარეობს. ასე რომ შეიძლება მიუყვეთ სოციალური ქსელის რჩევებს უფრო კანის მოვლის საქმეში. თუ მაინც არ მოგვიდგა ძალიანაც ალბათ არ დააშავებს, მაგრამ უკვე როდესაც მედიკამენტებზე მიდის რჩევა, იქ ვიყოთ ფრთხილად. ქავილი თუ ახასიათებს აკნეს საინტერესოა, თქვენ ალერგია ახსენეთ და როგორ შეიძლება რომ განასხვავოს ადამიანმა აკნე და ალერგია ერთმანეთისგან? ალერგია მაინც უფრო მოკლე პერიოდის ამბავია ხოლმე, როგორც წესი. და აკნე მომდინარეობს ნელა, შემოიპარება, ვითარდება ნელა, გოგონებში გარკვეულ პროცესებთან არის ხოლმე ასოცირებული, ისე რომ ეს უფრო ადვილად საცნობია. ალერგია უცბად დავიძინეთ, გავიღუცეთ, შეიძლება რაღაცაზე და გვაქვს გამონაყარი. ნუ თუ სახეზე არის, რასაკვირველია, შეიძლება რაღაც მომენტში გააჩნია, როგორი გამონაყარი არის, თუმცა როგორც წესი სხვანაირი არის გამონაყარი ალერგიის, თან როგორც წესი ახლავს ქავილი. აკნესთვის ქავილი იშვიათ შემთხვევაში არის დამახასიათებელი. არის რაღაც გარკვეული უფრო მენტალური მდგომარეობები ხოლმე, როდესაც იწვალებენ სახეს და ექსკორიაციული აკნე, ანუ ქავილის შედეგად განვითარებული არის აკნეს მაგვარი გამონაყარი ხოლმე. აი თქვენ მენტალური პრობლემები ახსენეთ, აი მოზარდობის პერიოდში ძალიან უშლით ეს გამონაყარი ხელს და რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებამდეც მიდიან მოზარდები, იმიტომ რომ თქო ვიზუალს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ანიჭებენ ამ დროს და ზოგადად ადამიანი ანიჭებს ხო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას და კარგად უნდა რომ გამოიყურებოდეს. ამიტომ ეს ქმნის დიდ პრობლემას ამ კუთხით. რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში, ვთქვათ იმისთვის რომ აი მოზარდობის პერიოდში ვისაც ეს საკითხი მწვავედ უდგას, შედარებით შეუმსუბუქდეს?
ერთი არის რომ თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული თუ როგორი თვით შეფასება აქვს. არის ადამიანი რომელიც ერთი წერტილის გამო ძალიან შფოთავს და ხელავს და არის ადამიანი რომელსაც აქ ის მძიმე ფორმის აკნე და არა დარდებს და არის ხოლმე შემთხვევა რომ შობილს მოყავს შობილს უფრო ადარდებს ხოლმე და ზის ესე ნეიტრალური სახით ექიმთან მიღებაზე და შობილი ისმენს ამ დანიშნულებას მაგრამ რასაკვირველია აკნე უპირატესად ღია ადგილზე ვითარდება ხო სახეზე გუნკერდის მიდამოს თუ ხას აფოლია ზურგზეც არის ხო ზურგის ფორმის დროს უფრო ნაკლებად ღელავენ რასაკვირველია მაგრამ სახეზე ღელვა უფრო მეტად არის გამოხატული. რასაკვირველია პირველ რიგში უნდა შევეცადოთ რომ კარგად უნგუნალოთ არ უნდა მივცეთ იმის იმედი რომ უცბად გაუვლის მით უმეტეს გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანს შეუმსუბუქებ მდგომარეობას მაგრამ შეუძლებელი იქნება გარკვეული პერიოდი რომ სრულად გადავწყვეტოთ ეს პრობლემა. ეს უნდა აუხსნათ კარგად პაციენტს მის მშობელს რასაკვირველია და ამის მიხედვით ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებულია და რაღაცა ის პატარა ძვრები დადებითი რაც მოხდება მკურნალობის პერიოდში უკვე პოზიტიურად იქნება აღქმული და შესაბამისად ის მზაობა მოგვეხმარება რომ რაღაც გარკვეული სტრესის გარეშე გავიაროთ და თუ ეს რაღაც ისეთ სახესხებულობს რასაკვირველია ფსიქოლოგის დახმარება იგივე ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოზარდებში ჩვენ კარგად ვიცით რომ გავიდა სკოლაში არის მეგობრებში ზოგჯერ რაღაცა ესეთი ფრაზა შეიძლება გაიგოს მისი მიმართულებით რომ არც ამონებს და რასაკვირველია ამ ყველაფრის მიმართ ძალიან ღელავს და ხო რასაკვირველია ბავშვის თვით შეფასების ამაღლება ოჯახი რასაკვირველია და თუ საჭიროა უკვე სპეციალისტის ჩართვა კოსმეტოლოგის ჩართულობას რამდენად უწევთ რეკომენდაციას და რამდენად ეს კომპლექსური სამკურნალო არის ეს ხშირ შემთხვევაში სწორ მიდგომის დროს ძალიანაც კარგია და გარკვეულწილად გვეხმარება კომბინაციური თერაპია ყოველთვის კარგი არის. ადრე ცოტა ისეთი უხეში ვერ ვიტყვი, მაგრამ აგრესიული მეთოდები იყო იგივე საოფისე თერაპიის და პატარა ასაკში განსაკუთრებით ვერ იდებოდით. ეხლა დაიხვეწა, მასალა უკეთესი არის, მიდგომები უფრო სწორია, დამზოგველია და თუ საჭიროა, სადღაც 12-13 წლის ასაკშიც შეიძლება მოხდეს რაღაცა კომბინაცია. თუმცა პირველ რიგში ველოდებით სახლის თერაპია როგორ გამოყვება და ყოველ პაციენტს რასაკვირველია ინდივიდუალური მიდგომა საჭირო პირველ ვიზიტზე განსაკუთრებით გრძელია ხოლმე პირველი ვიზიტი სანამ ამ ყველაფერს გაიგებს ეს ადამიანი მოზარდი თუ მისი მშობელი არის შემთხვევა როდესაც აკნე გარდატეხის ასაკში არც ქონია და უვითარდებათ მოგვიანებით ქალბატონებში შეიძლება იყოს 39-40 წლის ასაკში შეიძლება განვითარდეს და მოგვიანებით აკნე სხვათა შორის უფრო საფრთხილო არის ხოლმე ეს და შეიძლება იყოს რაღაცა დაავადებასთან ასოცირებული ხოლმე. გარდატეხის ასაკში ესე რუტინულად გამოკვლევა არ ხდება თუ რაღაცა კონკრეტული პროცესები არ არის დარღვეული და არ არის გამოვლენილი სხვა ნიშნები და თუ არის დარღვევა, მსუბუქი დარღვევის დროს აქ გოგონებში გინეკოლოგი ერთვება და უპირატეს შემთხვევაში ელოდებიან მაინც რომ გადავიდეს ეს პერიოდი თუ მსუბუქად არის გამოვლენილი. რასაკვირველია მაინც ვართ დამოკიდებული ამ ჰორმონულ პროცესებზე. ისე რა ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ისე რომ ზოგიერთ მოზარდ მართლა შეიძლება ერთი წერტილი კონდეს და ისე გადაატაროს გარდატეხის პერიოდი და ზოგ ძალიან უმწვავდება. აი ეს რაზე არის დამოკიდებული? თვითონ ეს რაც გამშვები მექანიზმი არის, იქ მოპასუხი არის კანის კონკრეტული რეცეპტორები. როგორ მოხდა ეს პასუხი, ცოტა ინდივიდუალური არის, როგორი არის თვითონ ეს ჰორმონის ინტენსივობა. შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში, მაგრამ ცოტა მაღალი იყოს მაინც, ანუ ნორმის ზედაზღვარი იყოს, რომელსაც უფრო მძაბრად აღიქვავს ეს კონკრეტული კანის რეცეპტორი, რომელიც მერე უკვე ის გამშვები მექანიზმი ხდება, რომ კანზე განვითარდეს ეს კონკრეტული დაავადება. დიახ, ანუ თქვენთან მოსულ პაციენტს ჯერ კვლევები უტარდება, ხო? ბუნებრივია და მხოლოდ ზედაპირული გათვალიერება არ არის საკმარის და რაღაცა კონკრეტული გამოკითხვის შედეგად არ ჩანს ესეთი გამოკვეთილი დარღვევა, შეიძლება პირველივე ჯერზე არ დაუნიშნოთ გამოკვლევები, თუმცა თუ
მე უკვე რეზისტენტული ფორმა ნიშნავთ გამოკვლევისას. დიახ, და ჩვენი საუბრის ბოლოს რჩევები რომ მოგცეთ და მისცეთ მოზარდებს განსაკუთრებით, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა უფრო მეტად. აი ახლა ამ სეზონზე ვთქვათ, სეზონურობა არა თქვენ ბრძანეთ რომ არ ახასიათებს ამ დაავადებას როგორც ალერგიას, თუმცა შეიძლება რაღაცა პერიოდი მაინც იყოს, ხომ, უფრო მეტად გამომწვავებელი. როგორც წესი, მაინც ზაფხულისკენ უკეთესად არის ხოლმე. მზე უხდება? მზე უხდება განსაკუთრებით ზურგის ფორმას ხოლმე. სახეზე ერთიც არის რომ რუჯი ნიღბავს. ცოტა აუმჯობესებს მზის და ზღვის კომბინაცია, ცოტა ზომიერად სასაკვირველია. აუმჯობესებს ხოლმე და პლუს რუჯი ნიღბავს. გასაგებია. ხო, და რჩევებს ხო, კანის ტიპზე არის დამოკიდებული, თუ მზის მიმართ მგრძნობიარეა კანი, იქ პირიქით მზის დამცავი ჭირდება და ზაფხულში შეიძლება აკნე გაუმწვავდეს. თუ არა და ზომიერად შეგვიძლია მივიღოთ, თუ მაინც სოციალურ ქსელებს ვუსმენთ, უფრო კანის მოვლის რჩევებში მივდიოთ, ისიც ფრთხილად უნდა მივდიოთ და რა საკვირველია და კანის მოვლის აქვს კიდე განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ აკნე ქრონიკული დაავადება მუდმივად, დიდი ხნის პერიოდში 4 წელი, 5 წელი ვერ ვიქნებით მუდმივად წამალზე და სწორად შერჩულ კანის მოვლის საშუალებებსაც აქვს აგრეთვე პრინციპული მნიშვნელობა. არ შემიძლია. კბილის პასტას, ესე იგი, ძალიან ხშირად ბლოგერები სახეზე ისვამენ და გვიმტკიცებენ რომ ეს არის ძალიან კარგი და ჩვენ სახეს ეს ძალიან მოუხდება, ჩვენს კანს. ჩვენ რა სიტყვით ამ? არა შეკურველია, იმიტომ რომ ესეთი კომპონენტები შეიძლება რაღაცა ერთი კონკრეტული კომპონენტი შედის, რომელიც აგრეთვე შედის აკნეს სამკურნალო, მაგრამ სხვა დანარჩენი რაც შედის კბილის პასტაში ის თან არომატიზატორებს შეიცავს ისინი არანაირად. არ ვიცი ხა ვინ გადაიტანა შვიდობიანად, მაგრამ ძალიან საფრთხე. მაინც მოვერიდოთ ხო? ასეთ ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის, საინტერესო რჩევებისთვის და გმშტობთ ხელბატონ მაია. შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ექიმი დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. და ახლა სიუჟეტს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი შალვა ძნელაძის სახელობის მუზეუმს სტუმრობდა, სადაც საგაზაფხულო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ვნახოთ ეს სიუჟეტი. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცის კედლები ფერადი ნამუშევრებით დამშვენდა. ამჯერად მუზეუმი თანამედროვე ქართველი მხატვრების საგაზაფხულო ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 12 მხატვრის მიერ განსხვავებული სტილითა და ხედვით შექმნილ ნამუშევრებს იხილავს. პროფესიით ჟურნალისტმა დალი ფრიდონაშვილმა ხატვა 4 წლის წინ დაიწყო. ეს ნიჭი ხელოვანის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ემოციები ნავსაყუდელს ეძებდა. სწორედ ფუნჯი აღმოჩნდა ის, რაშიც ჟურნალისტმა გრძნობების ექსპრესია შეძლო და ასე დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრება. ზუსტად მარტის ბოლოს ავიღე პირველად ფუნჯი ხელში, ალბათ მესამე კლასის შემდეგ, როცა სკოლაში გვასწავლიდნენ ხატვას. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში დიდი ემოციები განაპირობებს ხოლმე რაღაცა ასეთ რადიკალურ ცვლილებას შინაგანად, რომელიც მე უკვე ქმედებაში ისახება, რაღაც გარკვეულ ქმედებაში, ჩემ შემთხვევაში ხატვაში, მაგრამ შეიძლება ერთი მხრივ ითქვას, რომ ეს არ იყო ასეთი კატეგორიულად უცებდაწყებული, იმიტომ რომ ტვინში ყოველთვის ხატავდი. მე მქონდა მანამდე ბაღი, რომელიც მე რაღაც მიზეზის გამო აღარ მქონდა და მე სულ იმას ვაბრალებდი, ალბათ იმ ბაღს, იმ ჩემს ყვავილებს, რომელიც შევქმენი იქ საოცარი ბაღი, აგარაგზე ალბათ ის რო აღარ მაქვს იმისი მონატრებით არის ჩემს ტვინში ამდენი მოზღვავება ამ ლამაზი სამყაროს თქო, მაგრამ მე მივხვდი რომ მაწუხებდა უკვე ეს, მაწუხებდა უბრალოდ მიჭირდა დაწყება. და ერთ დღესაც ავდექი ჩემი ქალიშვილის, რომელიც მილანში გაემგზავრა სასწავლებლად, მისი დატოვებული საღება მივიქრე, მაინც ფუჭდება და ეხლა რა დაშავდება, რომ ისე რაღაცა ვცადო თქო და მაგრამ აი ხო გამოვიტანე, ჩემს ოთახში შემოვიტანე და 3 თვე ვუყურე. საერთოდ პერფექციონისტი ვარ, ყველაფერი მინდა რომ კარგი იყოს და ძალიან კარგი იყოს და მე ვიცოდი რომ ძალიან კარგი არ გამომივიდოდა და საკუთარ თავს ვცხედო და იმ დაჯღაბნის ალბათ რასაც შევქმნიდი.
ხატავს რეალურ პეიზაჟებს, დათოვლილ თბილისს, ფერად ყვავილებს, თბილისის ხედებს, სურს რომ ადამიანებს, რომლებიც სამყაროს სილამაზეს გულგრილად უყურებენ, ახლებური ხედვით დაანახოს გარემოს მრავალფეროვნება. თბილისელები ისევ ართ მონატრებული კარგ თოვლს, რომ ემოციები გამოიწვია ყველაში ალბათ და შემდეგ და აქ რაღაცა ფიგურებიც ვეცადე რომ ის გამომეხატა რომ ადამიანებს უხარია. ის ჩემი კონცეფციაც ეს არის, რომ ნახატების საშუალებით გადმოვცე ის სილამაზე სამყაროსი, რასაც ადამიანები უკვე ძალიან გულგრილად ვეკიდებით, იმიტომ რომ ისე აჩქარდა ცხოვრება, რომ აღარც ამის დრო გვაქვს და ხშირ შემთხვევაში აღარც სურვილი რომ დავინახოთ მაგალითად მზე როგორ ლიცლიცებს რაღაც, თუნდაც ყვავილის ფურცელზე, რაც თუნდაც აი აქ მაქვს. ამ ხათაშორის ამიტომაც ესე დავარქვი ამას, რომ მე ვუმღერ მზეს. თითქოს აი ამ მზის ხივები ამღერდნენ მზეს უმზირის ფურცლებზე და ასეც ამიტომ დავარქვი და სულ ვცდილობ, რომ აი ეს სილამაზე რაღაცი გადმოვიტანო. იგივე ეს ხაზი ახალი დაწყებული, მაგრამ ჩვენი ლამაზი სამყარო. ყოფილა ესეთი, რომ ვერ მივაღწიე სიტყვაზე იმას და იყო შემთხვევა დავხიე კიდეც, იმიტომ რომ აი არასწორად მელაპარაკებოდა, არ იწვევდა იმ ემოციებს, რაც მე მინდოდა, როცა ვხატავდი, პორტრეტს ვხატავდი და ცუდი ენერგია წამოვიდა. ანუ სწორად არ წავიყვანე ეთყობა ის და მე შეიძლება ის იყო თავისთავად შთამბეჭდავი, მაგრამ ჩემთვის არ იყო მისაღები. მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს საოცარი შესაძლებლობა მომცა, რომ ჩემი ცხოვრება აი ასეთი საინტერესო ლამაზი და ეს მაჩუქა, რომ ხატვის გარეშე არც ვიცი რა იქნებოდა და თან უფალმა იცის ალბათ, როდის. ხანდახან ამოფხომე, რომ რატო ad რამდენი წელი დავკარგე. თუმცა ბოლოს მაინც იმას მივხვდი, რომ უფალმა თვითონ იცის, როდის რა უნდა მოგივლინოს. სწორედ იმ დროს მომივლინა ეს შესაძლოა, როცა მე ძალიან მჭირდებოდა ეს. თვითნასწავლი ხელოვანის მაიკო ბირკაძის შემოქმედება ექსპრესიულობითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. როგორც ხელოვანი ამბობს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მისი შემოქმედებითი განწყობაც შეიცვალა, რაც მის ნამუშევრებშიც ამოიკითხება. სხვადასხვა მიმდინარეობის ნამუშევრებია წარმოდგენილი. აი მაგალითად პირველი ეს ჩემი დიდი წითელი, მეტად ექსპრესიული ფრინველი, ალბათ ჩემი ემოციები არის, ძალიან მოჭარბებული ამ ნახატში. მეორე ნამუშევარი მაქვს აი ეს მეტად სევდიანი ცხენი. აი ესეც ჩემი ბროწევლებიანი ჭიტი. ესეც ვფიქრობ, რომ არის კარგი ემოციის მომტანი. დაგათვალიერებინებ შემდეგ ნამუშევრებს. ეს ნახატები შევარჩიე ძირითადად იმიტომ, რომ არასოდეს არ მქონდა არც ერთ გამოფენაზე წარმოდგენილი. საერთოდ ჩემი ნამუშევრები გამოირჩევა ესეთი მიმდინარეობა ქვია ფოვიზმი, ორი სხვადასხვა ფერი ერთმანეთის გვერდით. ყოველთვის მაქვს ესეთი მჭახე ფერები. ამ ბოლო დროს ცოტა უფრო ჩამშვიდდა ჩემს ნახატებში ფერები და წინა პერიოდის ნამუშევრები ძირითადად ესეთი ახაფერებით იყო. ხატვის პროცესი თავად კარნახობს თუ რა შტრიხები დაიტანოს სტილოზე. სწორედ ამიტომ წინასწარ არასდროს იცის თუ როგორი იქნება მისი ნამუშევრის დასრულებული სახე. ექსპოზიციაზე თქვენ მხატვარ მაიკო ბირკაძის 10-მდე ტილოს იხილავთ. ხელოვანი შემოქმედებაში დრო განსაკუთრებული ფენომენია. ჩემი ნამუშევრები, როცა ავიწყე მე ხატვა, იქმნებოდა სულ სხვა ფერებში. ძალიან ექსპრესიულში, რაღაც ჩემი ემოციების მეტად მკვეთრ გამოხატულებას გრძნობდი ამ ფერებში. შემდეგ რაღაც დაიწყო ისეთი ეტაპი, როცა ჩემი ფერები, ასე ვთქვათ, უფრო წყნარ ტონალობაში გადავიდა. ამიტომ ვარქვევ ჩემს შემოქმედების დასაწყის უფრო ექსპრესიულს, ვიდრე დღევანდელს. შალვა ძნელაძის მუზეუმში თანამედროვე ქართველი მხატვრების საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა 4 აპრილამდე გაგრძელდება. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მადლობა ნინის ამ სიუჟეტისთვის და წარმატებას უსურვებთ. ქალბატონ დალის ნამდვილად არ ვიცოდი თუ ხატავდა და მართლაც კარგი იყო რომ ეს სიუჟეტი გავიდა. მისი გადაცემები მახსოვს, ალბათ ჩვენც გემახსოვრება პირველ არხზე. ქალბატონ დალის არაერთი საინტერესო გადაცემა მიყავდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო გინ დაიჯერეთ, გინ და არა. რომელიც კარგად მახსოვს. და უსურვოთ ქალბატონ დალის. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას მომლოცველობითი ტურები და მისი მნიშვნელობა მრევლისთვის. თემაზე სასაუბრო ჩემოგვიერთა საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის
დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფების ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი. მარიამ, დილომშვიდობისა. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა მომლოცველობით ტურებზე, რომელიც დაგეგმილია უახლოეს ხანში. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია, ხონისა და სამტრედიის მღვდელმთავარი და სწორედ მისი ხელმძღვანელობით იგეგმება ეს ტურები. უახლოესი იქნება რა თქმა უნდა საღდგომო ტური წმინდა მიწაზე ყველასთვის საოცნებო ალბათ ყველა უცნობობს რომ ერთხელ მაინც მოხდეს ისრაელში იერუსალიმში წმინდა მიწაზე მოილოცოს ის წმინდა ადგილები სადაც თვითონ უფალი დააბიჯებდა და ამით დავიწყოთ მარიამ ვიცით რომ ტური უკვე შევსებული ადგილები აღარ არის 16 აპრილს მიემგზავრებით მაგრამ მაინც რას მოილოცავთ რა სიწმინდებს რა გზას გაივლით ნების შვიდეულიდან ბრწყინვალე სამშაბათის ჩათვლით ხომ როგორც ვით ოთხ შაბათის ჩათვლით აი რომ მოგვიყვეთ ეს ყველაფერი მე ერთხელ ვარ თქვენთან ერთად ნამყოფი და ნამდვილად საოცარი ტური არის ზედმიწევნით ორგანიზებული თითოეული წუთი თითოეული წამი დაგეგმილი გათვლილი ისე რომ რაც თქვა პროგრამაში წერია იმაზე მეც ნახულობს მომლოცველი და ამისთვის რა თქმა უნდა მადლობა მეუფესაბას და მადლობა შენ მარიამ და აბა გისმენთ აი როგორც აღნიშნეთ, ეს არის საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი დაარსდა უწმიდესის ლოცვა კურთხევით, რომ აი უწმიდესმა ბრძანა, როდესაც ეს დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომ ყველა მომლოცველს მიეცეს საშუალება, რომ მოილოცოს წმინდა ადგილები. და აი ამიტომაც არის ჩვენი ტურები ყოველთვის გამორჩეული, დატვირთული, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი უწმიდესის ლოცვა კურთხევით და მეუფესაბას ლოცვა კურთხევით ხდება ეს ყველაფერი და მეუფესაბას ჩართულობით. ხდება ეს ყველაფერი და ჯგუფებს შენ ხელმძღვანელობ როგორ იგეგმება ეს ყველაფერი და აი მოდით დავიწყოთ საღდგომო ტურით როგორც იერუსალიმის ტურები ყოველთვის არის დღესასწაულთან დაკავშირებული ეს არის აღდგომა ეს არის მარიამობა შობა ამაღლება და სხვადასხვა დღესასწაულზე ყოველთვის დავდივართ ეხლა უახლოესია აღდგომა როგორც აღნიშნეთ აღდგომა ჩვენ ყოველთვის მივდივართ ნების კვირიდან ბრწყინვალე შვიდეულამდე ანუ ჩვენ ნების კვირას ჩავდივართ, რომ გვინდა ის გზა, ნების გზა გავიაროთ, როგორც მაცხოვარმა გაიარა. ხა ჩვენ ისე ვერ გავივლით, რა თქმა უნდა, მაგრამ მის ნაკვალებზე რომ გავიაროთ. ეს არის ნების 4 შაბათი, დიდი 5 შაბათი, როდილას იქ წირვას ვესწრებით ყოველთვის და მორწმუნეებს აქვს საშუალება რომ ეზიარონ. ეს არის შობის ადგილას, უფლის საფლავზე. ასევე 12 ნების სახარებას ვესწრებით იქ, რომ აი ის სახარებიდან 12 თავია მოღებული, სადაც ნება არის წარმოდგენილი. ასევე წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობაში ხო ყველაზე მძიმე დღე და აი ამ წითელ პარასკევს გავდივართ ვიო დოლოროსა ეწოდება ამ გზას ეს არის გეცემანის ბაღიდან გოლგოთამდე ჩვენ ყველა იმ ადგილს გავდივართ სადაც აი გოლგოთამდე სანამ ჯვარს გააკრავდნენ მაცხოვარს სადაც იყო გაჩერება რაღაცის გამო შეჩერდა ჯვარი დაუვარდა, დაეცა და ასე შემდეგ სახარების მიხედვით მივყვებით. ასევე შაბათს ცეცხლის გადმოსვლას ვესწრებით და უკვე ღამე ვესწრებით წინვალი აღდგომას. აი იმ ადგილას ვდგევართ აღდგომას და იქ ვამბობთ ქრისტე აღსდგა, სადაც ნამდვილად აღსდგა. იმ ადგილიდან სიხარულით ბეგებებით ერთმანეთს ქართველები და ქრისტიანს გაჭეშმარიტად ისმის მარტო ჩვენი ხმა მთელ ტაძარში და მადლობა ღმერთს რომ ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ რომ თანა მონაწილეები ვართ ამ ყველაფრის ეს ხო არ არის რომ აი გაიარა უფალმა და მეც გავივლი ამას ხო განვიცდით შინაგანად ხო აი იმ დატვირთულ დღეებსთან ერთად სულ ვამბობ რომ ნების კვირა ყოველთვის იერუსალიმი არ არის მარტივი ისედაც იმიტომ რომ ჩვენ გალილეაშიც დავდივართ ნაზარეთში ყველგან მაგრამ იერუსალიმს აქ თავისი სხვა სიმძიმე იმიტომ რომ იქ მოვლენებიდან გამომდინარე რაც იქ მოხდა დიახ იქ გააკრეს ჯვარს იქ აღდგა და რაც სხვანაირი სიმძიმე აქ ის საპრობილეში შედიხართ ხომ სადაც დიახ საპრობილედან ვიწყებთ ანუ ნების გზა იწყება საპრობილედან უკვე როგორც კი გამოყავთ მაცხოვარი საპრობილედან ჯვარს დააკავებინებენ და უკვე ადიან გოლგოთამდე ხა ის უბრალოდ ესე ვაკეთებთ ჩვენ სიმბოლურად გვიჭირავს პატარა ჯვრები და ლოცვით გალობით აი იმ გზას გავდივართ და ვჩერდებით სხვადასხვა ადგილას და აი ის არის რომ
ძალიან ძნელია ეს მორწმუნეებისთვის, დიახ. მომლოცველობით ტურებზე ვიდრე გავარძელებდეთ საუბარს, უნდა უთხრათ აუცილებლად მაყურებელს, ამ ცდარი ინფორმაცია რაც ვრცელდება, თქვენ სახელს იწერენ, ასე ვთქვათ, რომ ეს უთხრათ, რომ გავაგებინოთ ზუსტად ინფორმაცია. ზუსტად მივაწოდო ადამიანებს ჩვენი ხმარო. საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი და რო გაუგიათ, ხო რა საპატრიარქო დადის მოსალოცად, ვართ მხოლოდ ჩვენ, ანუ მეუფე საბა და მე. სხვა არავინ არ არის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეს არ ნიშნავს, რომ ლოცვა კურთხევა გვაქვს, ყველა იბრალებს უწმინდესისგან, უწმინდეს ისეთი ადამიანი, რომ ყველას დალოცავს, რომ მივიდეს, ხო, ყველას მისცემს ლოცვა კურთხევას, რომ კარგ გზას რო ადგას, ხო, ხა უწმინდესი არავის არ აქვს, საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი არის ერთი, დიახ. და ბევრი სარგებლობს, რომ ვართ საპატრიარქო, ძალიან ბევრი ტურისტული სააგენტო არის თუ ასე მომლოცველობითი ჯგუფები დადიან სხვადასხვა ტაძრიდან და ასე შემდეგ და ამბობენ რომ ჩვენც ვართ საპატრიარქო და ჩვენ ვართ საპატრიარქო და ადამიანები შეყავთ შეცდომაში. რომ არ შევიდნენ შეცდომაში, იცოდნენ რომ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი ვართ მხოლოდ ჩვენ. და ჩვენ უნდა მოგმართოთ, სხვა არავინ არ არის. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მარიამ, ახლა აღარ არის იერუსალიმის ტურზე ადგილები, ეს დასაწყისშივე ვთქვით, შევსებული არის 16 აპრილს მიემგზავრებით და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ იგეგმება თუ არ ვცდები ფერიცვალებასთან დაკავშირებით? მარიამობასთან დაკავშირებით. აი ამაზე გითხარით, უკვე ვთქვათ, ვისაც სურვილი აქვს, უნდა შემოგეხმიანონ თუ არა და როგორ დაგეგმონ ეს მოგზაურობა? ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნა არის იერუსალიმთან დაკავშირებით და ძალიან სწრაფად გროვდება ჯგუფი, ურჩევ რომ ვისაც აქვს გადაწყვეტილი რომ მარიამობას წამოვიდნენ ჩვენთან ერთად უკვე დაიჭირონ და რიგი. იმიტომ რომ მარიამობის ტური არის არაჩვეულებრივი. ესე იგი ღვთისმშობელი როგორი სიმშვიდეთაც არის, როგორიც არის ღვთისმშობელი, ის დღები ელოდებათ იერუსალიმში, ის სიმშვიდე, ის სიწყნარე. ესწრებიან ყველაფერს, ანუ მიძინებას ღვთისმშობლის, გადასვენებას მცირე გეცემანიში საფლავამდე ღვთისმშობლის, წესის აგებას, პარაკლისებს, ლოცვებს, არაჩვეულებრივი ტურებია და დღეები ელოდებათ მარიამობასთან დაკავშირებით და მარიამობის დღესასწაულს ღვთისმშობლის საფლავზე ესწრებიან, რაღაც აი არაჩვეულებრივი დღეებია და ვურჩევ ყველას რომ მარიამობას წამოვიდნენ. და დეტალებს თქვათ, რაც მოგზაურობას უკავშირდება, უკვე რა თქმა უნდა პირადად დაადგენენ თქვენთან, როდესაც დაგიკავშირდებიან. მარიამ, სხვა ტურებსაც შევეხოთ, ვიცით რომ საბერძნეთს გეგმავთ კუნძულებს, ასევე გერმანიაც გაქვთ დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ იტალიიდან ჩამოხვედით და ძალიან მწუხარ რომ თავარი მოგზაური ჩვენი კახა მიქიაშვილი არ დაგახვედრეთ დღეს სტუდიაში, მაგრამ არა უშავს. იტალიაზეც რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ რა მოილოცეთ და შემდგომ აი საბერძნეთს და გერმანიას შევეხოთ. დიახ, იტალიაში არის ძალიან ბევრი სიწმინდეები. ჯვაროსნების შემოსევის დროს ძალიან ბევრი სიწმინდე გაიტანეს იერუსალიმიდან. ანუ იერუსალიმში არის ადგილები წმინდა, თორემ ნივთები უკვე არის დანაწილებული იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ძალიან ბევრი. და აი ამის გამო წავედით, რომ მოგველოცა ერთკვირიანი ტური იყო. დავიწყეთ ბარიდან, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან, გავაგრძელეთ ამალში ვიყავით, სადაც არის წმინდა ანდრია პელწოდებულის წმინდა ნაწილები. ასევე რომში არის უამრავი სიწმინდე. ეს არის პეტრეს ჯაჭვები, ბაგა მაცხოვრის, აი ლურსმანი, რითაც ჯვარზე გააკრეს. აი ძალიან ბევრი რამე არის წარმოდგენილი იტალიაში და ამ ყველაფრის მოსალოცად მადლობა ღმერთს რომ ერთხელ ვინც ნამყოფია თქვენთან ერთად კიდევ უჩნდებათ სურვილი ხო მეორედ მესამედ წამოვიდნენ. მაგალითად მე მარიამთან ტურში გავიცანი ქალბატონი, რომელიც მე რომ პირველად ვიყავი, მე-12 იყო მარიამთან ერთად იერუსალიმში. უკვე გასაგებია მაშინ. აი ხაც მოდის, ეხლაც მოგზანდება ეს ქალბატონი. ქალბატონი ლალი. ქალბატონი ლალი ოქროც, რომელიც აი ყოველ წელს ესე კარგად. მართლა ძალიან დიდი ბედნიერება. ადამიანები ცოცხლობენ წლიდან წლამდე, რომ ფეხი დადგან იერუსალიმში. წლიდან წლამდე, აი ამისთვის შრომობენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ აღდგომა თუ სხვა დღესასწაული ისევ ჩამოვიდნენ და იყვნენ იერუსალიმში მდენად ენატრებად. ცხოვრობენ ამით. იერუსალიმი არის სახარება და სახარებით ვცხოვრობთ ადამიანები, ხო? აი ამ სახარებასთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში და აი ეს დღეები არასდროს არ ავიწყდება. მარიამ, ცოტა დრო გრჩება და საბერძნეთს უახლოესი არის ერთ-ერთი, ხო? თუ არ ვწდები ინისის დასაწყისში. საბერძნეთის კუნძულები. თარიღიც რომ
მოგითხრათ. ეს არის 1 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით ერთკვირიანი ტურია. ეს მოიცავს კუნძულებს, მხოლოდ ათენში, რა თქმა უნდა, ათენსაც მოვალოცინებ და ვანახებთ, მაგრამ ძირითადად არის კუნძულები, ეს არის პატმოსი, სადაც აპოკალიფსი დაწერა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადება, სადაც მოხდა, ეს არის ტინოსი, სადაც სასწაულმოქმედი დედა ღვთისმშობლის ხატი არის, ეს არის ანდროსი, ევბია, ეგინა, ესე იგი, უამრავი სიწმინდეები არის ამ კუნძულებზე, არაჩვეულებრივი თვითონ სილამაზით გამორჩეული ადგილები და როგორც სიწმინდებით, უდიდესი სიწმინდეები ელოდებათ წინ, ასევე სილამაზე მომლოცველობითი არაჩვეულებრივი დღეები ელოდებათ და ყველას ურჩევ რომ წამოვიდეს. დიახ, და არის ადგილები, ხო? ჯერჯერობით არის. ჯერჯერობით და ახლა გადავიდეთ გერმანიაზე. ზოგადად შეიძლება იფიქროს, რომ აი გერმანიაში რა უნდა მოვილოცოთ, რა სიწმინდე შეიძლება დაგვხვდეს და ძალიან ბევრი თურმე. ძალიან ბევრი სიწმინდეები არის გერმანიაშიც, როგორც იტალიაში განაწილებული, ასევე გერმანიაში განაწილებული, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გერმანია. 3 ქვეყანა შედის, ეს არის გერმანიის 5 ქალაქი, ბელგია, ბრიუსელი, ბრუგეში არის წმინდა სისხლი უფლის და ასევე ლუქსემბურგი. ერთკვირიანი ტურია ესაც, ეს არის ივლისის შუა რიცხვებში, გეგმება ეს ტური და ესეც არაჩვეულებრივი სპეციალობა. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ ძალიან ხშირად ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი და ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე სოციალურ ქსელებში კომენტარების სახით თქვენ სტუმრობას და ყოველთვის ინტერესდებიან იმით თუ როგორ რანაირად უნდა დაგიკავშირდნენ რომ მოახერხონ ამ მომლოცველობით ტურებში თქვენთან ერთად წამოსვლა. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს ეს დეტალები. მობრძანდნენ საქართველოს საპატრიარქოში, იკითხონ ტურიზმის დეპარტამენტში მარიამთან ვართ. თუ არა და სოციალურ ქსელში რომ დამიკავშირდეთ, რაც ღიად გამოვაცხადოთ ჩემი ხა პირადი ნომერი. მარიამ გოგიშვილი მოძებნეთ სოციალურ ქსელში და მას მიმართეთ და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. თქვენც დაგიკავშირდეთ და თქვენ უკვე ჩემთან რა თქმა უნდა მივცემთ თქვენს ტელეფონის ნომერს. დიდი მადლობა. და ასევე უთხრათ შევახსენოთ ისევ და ისევ მაყურებელს რომ ერთადერთი ტური რომელიც უშუალოდ თქვათ საპატრიარქოს მიერ იგეგმება და რომელიც არის დაგეგმილი საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მიერ არის ის ტურები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მხოლოდ ეს დეპარტამენტი თუ ვისაც უნდა რომ საპატრიარქოს ტურით ისარგებლოს თქვა და ამომსახურებით უნდა მიმართოს მარიამ გოგიშვილს და ამ დეპარტამენტს როგორც თქვით ხელმძღვანელობს მეუფე საბა და მარიამი. სხვა არავინ არ არის საპატრიარქოდან. არავინ არ დაიბრალოს რომ ჩვენ ვართ საპატრიარქოდან და არ დაიჯერონ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ სიხარულის აღდგომას წმინდა მიწაზე და მაყურებელს ვეტყვით რომ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მომლოცველობითი ჯგუფების ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვით. ნახვამდის.